სტუმართან, რომელიც გვერდება გადაცემაში დათო მშვიდობების სტუდიიდან ისე მიხვიდეთ და დავით არჩიაშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც დღეს იყო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, აქცია გაიმართა პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ამაზე გქონდა საუბარი გადაცემის დასაწყისში. მადლობა ბატონო დავით გადაცემაში მონაწილეობისთვის და მინდა გკითხოთ, თქვენ ხართ იმ ადამიანებს შორის, ვინც მიმართა სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, თუ თხოვნით, არ ვიცი როგორ დავარქვა. რა ალბათობაა თქვენი აზრით, რომ ეს მოხდეს? რამენარი ალბათობა არსებობს, თუნდაც 1%-იანი? საღამო მშვიდობისა, მადლობა მოწვევისთვის. იცით რა, ახლა ჩემსაც გეტყვით, იმიტომ რომ იქ შევიკრიბეთ ადამიანები არა რაღაც პარტიული ნიშნით და ორგანიზებულად არამედ აი საინიციატივო ჯგუფი შედგა და მივედით და ჩემი პირადი აზრია რომ ახლა მე არ მაქვს დიდი მოლოდინი სალომე ზურაბიშვილისაგან ჩემს მისდამი მიმართვას რაც გნებავთ ის დავარქვა თუნდაც თხოვნა ჩემთვის იმდენად ღირებულია რომ მიხეილ სააკაშვილი გამომდინარე იქიდან თუ რა პერსონაჟთან გვაქვს საქმე, რა არის მისი ადგილი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელიც დღესაც ცოცხალია და ეს არის ჩვენი თავგადასავალი, რომელიც სადღაც არქივებში კი არ არის, ახლა მიმდინარეობს, ხო? და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა არის ამ დრამაში, რომელშიც ვიმყოფებით. აი აქედან გამომდინარე, მას თავარია ჩემთვის, რომ მისი მდგომარეობა შეიცვალოს, ის არ იყოს იმ ტყვეობაში, აი პატიმრობაში, რომელშიც იმყოფება და იმ ზეწოლის ქვეშ, რასაც Amnesty International-მა და არა მე, არა მომხრეებმა, არა ჩვენ, არამედ საერთაშორისო ამნისტია, წამყვანმა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ დაარქვა პოლიტიკური რევანში. ჩვენ ვიცით, სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება, ბატონო დავით, მან თქვა არასოდეს, ხო? ასეთი რამ თქვა. და რა აზრი აქვს ამ მოთხოვნას? აი, რამე შეიცვალა მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა ეს თქვა, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაცა ისეთ სიმებს შეიძლება გამოჰკრათ ხელი, ან რაღაცა ისეთი ემოციები გააღვიძოთ მასში, ან ისეთი არგუმენტები წარუდგინოთ, რის გამოც მან შეიძლება აზრი შეიცვალოს? რამ შეიძლება შეაცვლევინოს სალომე ზურაბიშვილს აზრი? იცით რა, ახლა ადამიანები ვართ და სალომეც ადამიანია, ხო? და ნუ არ ვიცი, ზღვაკოვზით დაილევა, წვეთმა ქვა გახვრიტა, რაც გნებავთ ის შეიძლება, ნუ საკაცობრიო სიბრძნე გავიხსენოთ, რომ შეიძლება რაღაც შეიცვალოს. არასოდეს თქვა, არასოდეს. როცა ის ამბობს, რომ არა და არასოდეს, უფიქრდება, რაც მას უსწავლია, აი დღეს მაგაზე ვისაუბრებთ, საერთაშორისო ურთიერთობებში, რომ ქვეყნის სისუსტე არის მეორე პინაზე სასწორის, ანუ ქვეყანა ვერანაირად ვერ შედგება, ვერ გაძლიერდება, ვერ განხორციელდება ეკონომიკური, სხვა ეროვნული ინიციატივები, ინტერესები ვერ იქნება დაცული. თუ კი მისი საზოგადოება დარჩა ისე გახლეჩილი, როგორიც ახლა არის. ეს ვიცით. მან კიდევ ეს უკვე თეორიულადაც უნდა იცოდეს, იმიტომ რომ გარკვეული სკოლა აქვს გავლილი და ეს ყველაფერი პირად სიმპათია ანტიპათიებს არ უნდა გადააყოლოს. ამ წერილში თუ პეტიციაში ნათქვამია რომ უნდა შევრიგდეთ და დავასრულოთ დაპირისპირება. როგორ ფიქრობთ და მიხეილ სააკაშვილმა დღეს ციხიდან გამოგზავნა წერილი და თქვა რომ გჭირდება საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია. მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი როგორ ხედავს ბატონი მიხეილ მას ვერ ვკითხავ, იმიტომ რომ ის ციხეშია და იმედი მაქვს ოდესმე მომეცემა მასთან ინტერვიუს საშუალება, როცა გამოვა ციხიდან, მაგრამ თქვენ როგორ ხედავთ, შევრიგდეთ, რას ნიშნავს შევრიგდეთ, თუ შეიძლება გითხარით. მიხეილ სააკაშვილის ციხიდან, აი ხვალ გაიღო კარები და მიშა გამოდის ციხიდან. რა ტიპის შერიგება შედგება? ბევრს ისე წარმოუდგენია, რომ პირიქით ახალი დაპირისპირება დაიწყება, იმიტომ რომ მას მაგალითად მოწინააღმდეგეებიც ყავს, ხო, რომლებიც გააპროტესტებენ. ანუ რას გულისხმობთ თქვენ ამ შერიგებაში? იცით რა, სიტყვა შერიგება ამ შემთხვევაში ვინც არჩია როგორც მეტაფორა. ხო, ანუ გადატანითი მნიშვნელობით, ხო, აი გია ბუღაძემ თქვა, რომ შერიგება არ უხდება, ამას უფრო მორიგება უხდებაო, შეიძლება. დავეთანხმებოდი გიას. აქ საუბარი იმაზეა, რომ ვაღიაროთ, რომ ასეულ ათასებია იქით, ასეულ ათასებია აქეთ. ასეულ ათასები კიდე საით არის კაცმა არ იცის. ხო,
ხო, იქ მუშაობს უკვე მოსყიდვა, დაშინება და ასე შემდეგ. და ამ ვითარებაში, პრაქტიკულად ერის არსებობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ვინა ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის? შესაბამისად, რა არის გამოსავალი? უნდა ვნახოთ რაღაც შეხების წერტილები, რაღაც პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ და ერთ-ერთი პრინციპი ის იქნება, რომ ჩემთვის, ვინც აი დამარქვი რაც გინდა ბელადომანი და არქვი მას კერპი, მაგრამ ჩემთვის ვინც აი ესეთი დატვირთვის მატარებელია, მე მიმაჩნია ისტორიულ ფიგურად, ოღონდ არა საარქივო, არამედ აი დღეს მიმდინარე ისტორიული პროცესის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იმას ნუაქცევ პოლიტიკური შურისძიებისა და არაადამიანური მომპყრობის მსხვერპლად, ხო ამასთან აგვაქვს საქმე და შესაბამისად გამოსავალი ჩემის აზრით არის მისი გარეთყოფნა. დანარჩენი უკვე თუ კი ეს მოხდა, ხო? დანარჩენი ბევრი რამე შეიძლება გაიოლდეს. რა შეიძლება ბატონ დავით გაიოლდეს? მოდით კონკრეტიკა და გულწრფელობა და რეალობის ბაზე ლაპარაკი არის ყველაზე სწორი ჩემი აზრით. უყურეთ, თქვათ გამოვიდა სააკაშვილი და რაღაც აქტი შედგა, მაგრამ ყველა ვინც არ არის ოცნების მხარდამჭერი და ოცნების გუნდში ვინც არ არის, საუბრობს დღეს იმაზე და ბოლო წლებია იმაზე, რომ ოცნება უნდა შეიცვალოს, უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები, დიდი ბრძოლაა ჩასატარებელი, მსჯელობთ სულ იმაზე, ეს უნდა მოხდეს რევოლუციით, როგორ მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ამაზეა ძირითადი აქცენტი, ანუ რუსი ოლიგარქი, რეჟიმი, შესაცვლელი, დასამხობი და ასე შემდეგ. ანუ როგორ წარმოგიდგენიათ მიხეილ სააკაშვილი გამოვა, მერე უცებ რაღაცა ბულბულების გალობა იქნება ქართულ პოლიტიკაში თუ რა? აი მე მინდა მივხვდე შინაარს აი ამ შერიგების ფრაზის. იცით რა, ან ამნისტიის თუნდაც. როცა ვამბობთ მაპატია დღეს რომ აი ოცნება არის კორუმპირებული, მისი ჩინოვნიკები არიან კორუმპირებულები. პოლიტიკური ამნისტია რას გულისხმობს? აი არ ვიცი, ეს მიშამ თქვა, მაგრამ ეს კორუმპირებულ ჩინოვნიკებსაც უთხრათ, რომ კარგი, აღარც თქვენ დაგიჭერთ, თქვენ ახლა მიშა გამოუშვით, მერე თქვენს კარგად იყავით და ყველა ვიყოთ ბედნიერად, თუ როგორ ხდება ეს ამბავი? ციტა მე მგონია რომ ჩვენ ნამდვილად ავრავართ იმაზე უკეთეს სიტუაციაში ვიდრე იყო 1990-91 წელს სამხრეთ აფრიკა, სადაც ადამიანებს ერთმანეთის სისხლი მართებდათ. იქ უკვე რასობრივი იყო ეს პრობლემა, მაგრამ მოახერხეს შექმნეს ეგრეთ წოდებული სამართლისა და შერიგების კომისიები და იქ ერთად ხდებოდა მსხვერპლი და ჯალათი და 1000 გვარი ასე თქვა ნაბიჯები იდგმებოდა იმისათვის რომ შემდგომი არსებობა შესაძლებელი ყოფილიყო. მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ ჩვენ ვართ აი ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში, მაგრამ ბევრი არ გვიკლია დამერწმუნეთ რა, იმიტომ რომ მე ძალიან არ მინდა რევოლუცია, თუმცა ჩემთვის ჩემი გადმოსახედიდან ეს ხელისუფლება ყველაფერს იმსახურებს, მაგრამ მე ვიცი რომ თუ ასე მოხდა, მაშინ იქნება ძალიან ცუდი ნაბიჯები ორივე მხრიდან, იმიტომ რომ ეს არ არის ის დრო, რომელიც იყო 2003 წელს, ჩემი გადმოსახედიდან. ეს ყველაფერი არ იქნება ძალიან ისე ხავერდოვანი და ვარდებით მოფენილი. შესაბამისად, ისე ვიმეორებ, ასეულ ათასები ვდგევართ აქედანაც და იქიდანაც, ხო? გავაცნობიეროთ ეს ჩიხური სიტუაცია უფსკრულის წინაშე დგომა და დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა. თქვენ მეკითხებით, კერძოდ რა? კერძოდ ის, რომ ჩვენი მოთხოვნა ეს არის, მათი მოთხოვნა რა არის? მერე უკვე უნდა დასხდნენ პარტიები, მე არ წარმოვადგენ არც ერთ პარტიას და იმ პარტიებმა ილაპარაკონ ერთმანეთში რა შეიძლება, მაგრამ პირველ რიგში უნდა მოხდეს ერთმანეთის აღიარება, თანასწორ პარტნიორებად, იმიტომ რომ რაც ახლა ხდება, ხელისუფლება არ აღიარებს არავის. არათუ ნაციონალურ მოძრაობას, ლელოსაც არ აღიარებს. არავის არ აღიარებს, ხო? გამოდის ეს მათი ახალგაზრდა ეს ერთ-ერთი მოლაპარაკე თავი, ყმაწვილი და ლაპარაკობს, რომ ჩვენ ვარ მართალი ამაში, იმაში და ყველაფერში. ნუ ესე ხო ვერ გაგრძელდება უბრალოდ. მადლობა ბატონო დავით გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავით დარჩიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. დავუბრუნდებით რეკლამის შემდეგ ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იქნება ჩვენი შემდეგი სტუმარი.